ნაწილში საზოგადოება მიხილა ჩვენ მოვისმინეთ ორი პირის ახსნა განმარტება ბუტარო ბაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და სხდომას ვაგრძელებთ იმ საქმეზე მოსმენით რომელიც 2003-2012 წლის პერიოდში რომელსაც ჩვენი კომისია სწავლობს თავდაპირველი მანდატის ფარგლებში ცნობილი იყო სახელით ზილების რევოლუცია. ეს არის ერთ-ერთი ემბლემატური საქმე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის, სადაც რომლის ფარგლებშიც მორიგჯერ უხეშად დაირღვა არაერთი ადამიანის უფლება და რამდენიმე მათგანი ჩვენ მოწვეული ყავს კომისიაზე დღეს მოსასმენად. პირველი გახლავთ ბატონი ლერი ბერიტაშვილი, რომელიც თუ მოსულია ვთხოვოთ რომ შემოგბრძანდეს. შემდეგ მოვუსმენთ ბატონ ბესიკ ბერიტაშვილს, შემდეგ ბატონ ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს და ბოლოს ბატონ ლევან ტერაშვილს. ზილების რევოლუციის სახელით ცნობილ ამ საქმეზე იმ დროს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე ოპოზიცია დიდ კრიტიკას გამოთქვამდა, მოგესალმებით ბატონო ლერი, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და განგიმარტავთ, რომ ჩვენი კომისიის წინაშე განზრახ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა ისჯება კანონით, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ კი მოწვეული პირი კითხვებზე არ გასცემს პასუხს, ან პასუხს არიდებს თავს. იმის დასტურად, რომ მე გაგაფრთხილეთ ამის თაობაზე, გთხოვთ დასვათ თქვენი ხელმოწერა თქვენს წინ მდებარე დოკუმენტზე თუ შეიძლება. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით. თქვენ მოწვეული ბრძანდებით ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის სახელით ცნობილ საქმესთან დაკავშირებით ვინაიდან თქვენ ამ საქმეზე 4 გამოსაკითხ პირს შორის პირველი ბრძანდებით, ვინც დარბაზში შემოხვედით, გთხოვთ რომ ზოგადი ჩარჩო და ინფორმაცია, ზოგადი არ ნიშნავს ბუნდოვანს, ზოგადი ინფორმაცია, ანუ სრული ინფორმაცია მისცეთ კომისიას ქრონოლოგიურად ამ საქმესთან დაკავშირებით, რათა ჩვენ შემდეგ გაგვიადვილოთ საქმე, რომ დანარჩენ პირებს კითხვა-პასუხის რეჟიმში უმასპინძლოთ. ამისათვის თქვენ აიღეთ 10-15 წუთი და შემდეგ კითხვებს დაგისვამთ თქვენის ნებართვით. გთხოვთ ბატონო ლერი. მადლობა თქვენ ამ კომისიის შექმნისთვის. არა მარტო სრულიად შემიძლია თქვა, სრულიად საქართველო იხდის ამისთვის მადლობას, რაც ეს გაკეთდა. იმიტომ რომ აიხდება ფარდა ყველაფერს. მოკლედ რომ დავიწყოთ. რაც გამთენიისას პარტია, ქართული პარტია თუ რაღაც აღარ მახსოვს ახლა სახელი მართლა რომ გითხრათ რა, რაღაც ოქროაშვილს უკავშირდებოდა. ესე გულანთებული მაშინ ახალგაზრდები ყველა აქციაზე დავდიოდით, ვებრძოდით იმ ხელისუფლებას, არ გვინდოდა, არ მოგწონდა ის რეჟიმი. ამ პარტიასთან ერთ-ერთი პირი ვიყავი, რომელიც დაახლოებული ვიყავი 2011. რას გამთენის სადღაც 3 საათიდან 4 საათამდე კარებზე ვრახუნი ატყდა, რო ვიკითხე ვინ იყო პოლიცია, ინსტინქტურად გამოვტრიალდი საძინებლისკენ და რო გადავიხედე, ეზო ორივე მხარეს იყო არ ვიცი, აი ნემსის ყუნწი არ ჩაედეოდა, გადაჭედილი იყო, ერთი ვერტფრენი არ იჯდა კორპუსზე. და ამასობაში დაიწყეს პოლიციას აქვს ესეთი რაღაცა, რამდენიმე ადამიანს კარებს ურტყავენ, იმითი შემონგრევა რა. მე გადახტომას არ ვაპირებდი, ახლა ფანჯრიდან აივანი არ მქონდა და რატო უნდა გადამხტარიყავი და ავედი საძინებლის ფანჯარაზე, რომ გადამეხედა კიდე იქით რამე ხო არ ეშლებოდათ, ანუ ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჩავსვი, რა უნდა მომხდარიყო უცბად, იმიტომ რომ თან ისეთი დრო იყო, რომ ახლა შუაძილში ხარ ადამიანი მაგ დროს.
ამ დროს უკვე კარები შემოანგრიეს და რო დამინახეს რომ ფანჯარაზე ვიდექი მესროლეს ორი ტყვია მესროლეს რა ამ ინერციამ მე გადამაგდო ფანჯრიდან რა რას მოვეკიდე მართლა არ მახსოვს დღემდე იმიტომ რომ მე კუდი იყო მაშინ თუ კუდი ხო სწორად მახსოვს სპაიდერმენი შემარქვეს რომ მერვე სართულიდან გადავხდი ვითომ რაღაცნაირად აღმოჩნდი სახურავზე შენობის სახურავზე რო გავიგე წივილ-კივილის შეგნებულად არ დავასახელებ მანდილოსანის სახელს და მაპატიეთ წივილ-კივილი რო ჩამოტრიალდი ანუ ლიფტის ჩამოსასვლელიდან ჩამოვედი და რო დამინახეს აღარ გადააგდოთ ცოცხალია ანუ იმათ ეგონათ რომ მეტყვია მომხდა გადავარდი ფანჯრიდან და მანდილოსანსაც მომაყოლებდნენ და ანუ აფექტის მდგომარეობაში გადახტნენ ორივე და მოიკლეს თავი იქ რო დამინახეს მე რაღაც გარკვეული პერიოდი არ მახსოვს იმიტომ რომ მე ეგეთი ადამიანის ცემა არ მახსოვს რაც მე იქ დამმართეს ყველა ორგანიდან არ მინახა სისხლი გამდიოდა აბსოლუტურად ესე თმებით ამაწევინეს თავი ვითომ რაღაც სურათი შეადარეს რომ ეს არის ჩამიყვანეს მანქანაში დაბლა რო ჩამიყვანეს და მანქანაში მსვავენ დევის მანქანაში გამეცნო დევი ვარ ჭანკვეტაძე სწორად მახსოვს გვარი ჭანკვეტაძე დევი ვარ შეიძლება რაღაც ასუნიშლებოდეს მაგრამ ვეკითხები რა ხდება ანუ რა ხდება ამას აგიხსნით მალე და რაღაცა რამოდენიმე წინადადებით უცბად შემოიფარგლა იმის სიტყვები რომ შენ ახლა მიდიხარ სასაკლაოზე და ჯობი აქედანვე გაანალიზო ჩვენ რასაც გეტყვით იმაზე თავი დაიქნიო ჯო ხო უნდა მითხრა ანუ ეკითხები რა რომ უკვე მაგ დროს აფექტში ხარ მამაღლაც ლაპარაკობ შეიძლება ისეთ ხას უხეშადაც ხელის გაქნება მოგიწიოს ადამიანს იმიტომ რომ გავანალიზე უკვე რა დღეშიც ვიყავი რა ხდება მე უთხარი ანუ სახელმწიფოს გადატრიალებას რო აპირებდით და ანუ გინებით რა თქმა უნდა ესე რა ის სახელმწიფო გადატრიალებას ვაპირებდით უთხარ სახში მეძინას ამ ძინარემ როგორ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალოს ეს რაღაცა და ამაზე გამეცინა ხმა არ გაუცია უკვე მაგარია სახში რომ ცემეს მანქანაში ხელი არავის არ დაუდია რაც სიმართლეა და რო დავიძარით მანქანა რო დაძრეს რაციაზე გადმოცა დათა ახალაიამ ვერიტაშვილი რომელ მანქანაში ზის და ვერიტაშვილი ორი ვიყავით ერთი ჩემი ბიძაშვილი და მეორე მე ხო და რომელი ლერი ანუ ლერი ჩემთან ზის დევი პასუხობს და მაგ პერიოდში ზოოპარკის უკან არ იყო გზა დამთავრებული ბოლომდე არ იყო ზოოპარკის უკან გაჩერდა აბსოლუტურად ყველა ეგრე მოიხსენებ ჩემს მეგობრებს ანუ უკვე პატიმრები სუცალცალკე მანქანაში ვიჯექით აჩერებენ მანქანას ახალაია მოდის რომელ მანქანაშიც მე ვზივარ ეს სპეცრაზმელი ჩაყავთ მანქანიდან და რას დაფრინავ ნუ ისევ გინებით მაგას დავფრინავ ვერ ჩავს ვერანაირ თურმე გულისხმობს ანუ რატო გადავხდი თუ რაღაცა ეგეთი რა ნუ არა და არ გადავხტარ ვარ ტყვის ინერციამ გამისროლა ფანჯრიდან ღმერთმა გადამარჩინა რომ რაღაცას ხელი მოუკიდე რა და მე იქ დაბლა არ ჩავარდი ნუ ორი წუთი დამელოდე ძღოლს ეუნება ნუ მანქანაში მიტრიალდა თავის მანქანაში ხელზე გაიკეთა რაღაც ეს უთითო სამოსაცმელი რაზეც კასტეტი ეკეთა და მომატეხა იქვე ყბა აქეთან ხარეს დათა ახალაია კი ნუ ეს რო არ იყო ერთი ფეხი აუცურდა პირველი მოქნევაზე აუცურდა ფეხი რა და უკანა სავარძელს ჩამოვარტყა ეს და ანუ ამაზე გამეცინა ეს არის უკვე გამწარებული ადამიანის სიცილი თორე ხლა მაგ დროს რა გაგაცინებს როგორ შეიძლება რომ რაღაცაზე გაგეცინოს ადამიანი
ну ანუ დამცინი რაღაცა და ჩამიყვანეს დაბლა და რაღაცა ესეთი თითქოს ფილმებში როა ეს მანქანები რო დადგება ესე და სინათლეები რო ანათებს ესე შუაში დამაყენეს და დამულს მირწყავს რა და ნეგაც რა თქმა უნდა სიმწარე მათქმევია მე ვთხარი გამიხსენი ხელები ანუ თითქოს აი ჩხუბში გამოვიწვიე რა რომ გახსნილი ხელებით მეჩხუბე ესე გამომივიდა ანუ მე პერიოდი აღარ მახსოვს იქამდე როგორ მიმიყვანეს ყუდამდე მივდივართ უკან ხრიდან შეგვიყვანეს ყველა აბსოლუტურად ყველა ჩამოიყვანეს რატომღაც მე ბოლოს ჩამოსვეს მანქანიდან და სოსო თოფურიძე ხო სწორად მახსოვს სოსო თოფურიძე დგას ესეთ კივეებია უკან ასასვლელი და ანუ ეს კამერა იდგა აი ზუსტად ესეთ იმში კამერა იდგა და ანუ იღებდნენ ჩვენ რა ფორმით შეგვიყვანდნენ კუდის შენობაში სოსო თოფურიძე რა შუაში იყო რეჟისორობდა ალბათონოთია დაახვდა კი კიბეებს და იყო რეჟისორი და თანამდებობრივად კუდის ხელმძღვანელის მოადგილე იყო კი ბატონო ზუსტად მაყურებლისთვის ესე დაგვახრევინებდნენ თავებს ამ ნაცემებს გაგვარბენინებდნენ არ ვარგა დაიძახებდა ისე ჭირა წამოგვიყვანდნენ უკან მანქანაში ჩავხსავდნენ ისევ ანუ ეს ფილმი რო გადაიღოთ როგორ დაიჭირეს რა ქვია ჩვენ რა ტერორისტები თუ რა ქვია დღემდე არ ვიცი რაზე ვიყავი დაჭერილი მაგას იქნება გავარკვია მაგრამ ну მე შევდივარ შენობაში სამწუხაროდ ჩემი მეგობარი გიორგი შეხლაძე გარდაიცვალა აქცენტი იყო გიორგი შეხლაძეზე ჩემზე და ლევან ტერაშვილზე გაკეთებული როგორც გავარკვია მაშინ ну იქ წავიდა კითხვები რა პირდაპირ არ ჯერ წინასწარ დაკავების ოთახში არ შეუყვანიო არაფერი პირდაპირ ამიყვანეს ახლა ეს კაბინეტში და რა ურთიერთობა მქონდა ბატონ სოზართან რა ურთიერთობა მქონდა ოქროაშვილის ბიძასთან რა ურთიერთობა მქონდა ну ესე ჩამონათვალი რა გაკეთა თავაზობთ ოქროაშვილის ბიძა ვინ არის ზურაბ გიგუაშვილი ну მე ვეუბნები რომ ახლა ვიცნობ ახლა მე ზურას წლებია ვიცნობ ახლა ბიძათ ეკუთვნის სოსო გიგუაშვილი იოსებ გიგუაშვილი მეგობრობ წლებია იმიტომ რომ რაღაცა ტყვიავთან ნათესაური კავშირი და ანუ ბავშვობიდან რო ესე ვიცნობდით რა ერთმანეთს და რაღაც ვეუბნები რომ აქედან ვიცნობთ ერთმანეთს რა გინდა მაგის გვერდით მაგის გვერდით რა მინდა რას ქვია ეგრე ყველა რაიონში შეიძლება ახლობელი ყავდეს როგორ რა გინდა რა ვიცი ხა თუ იმა რამე დააშავა ვეკითხები მე რა შუაში აი მაგის მერე იწყება ესე იუმორიც მინდა ჩავთო იმიტომ რომ ძალიან არ მინდა რომ ჩემი ტვინი იქითკენ წავიდეს ეს მოვყევი პატარა ჟურნალი მერე დაიწყო უკვე ფილმები ну შენ არაფერი არ გეშველება შემიყვანეს ვინმე დავით ან გოგოტიშვილი ან გოგატიშვილი იმის ოთახში ეს დავით გოგატიშვილი მეუბნება რომ ლერი მინდა რომ შენ აქედან ცოცხალი გახვიდე და ყველაფერზე თავი დაიქნე. ნუ ეხლა მე რა პასუხიც გავეცი იმას. მე მაინც არ მეკითხებით რაღაცას წერთ და მე უნდა ამაზე თავი დაგიქნიოთ. ნუ დაქნეულია თავი. მაინც თქვენ წერთ. ხელს მე არ მაწერიებთ, პასტას კალამს მე ხელში არ მაძლევთ. მე რაზე დავიქნიო თავი? აქ თავის დაქნეულია. თანხმობა რო არ მოგცეთ, მაინც თანხმობა მიღებული გაქვთ. უნდა გადაგიღოთ მეუბნება. ანუ რა უნდა გადამიღოთ? ანუ დაგსვათ და უნდა თქვა საჯაროდ რომ ესე მოთხარი ვარიანტი არ არის. მაგრამ აი აქვე რომ მომკლათ ესე იყო დააზუსტეთ რა. ბატონო, ესე იყო დააზუსტეთ რაც თხოვდნენ კონკრეტულად. ანუ გადაღებას რომ მე ანუ კადრები აბა საჯაროდ განაცხადე რომ ესე იყო და ისე ანუ იარაღი რო შემოვიტანეთ და ამისი ბანდფორმირება და რა ქვია ჯგუფებად და რაღაცა ნუ არ ვიცი ნუ იარაღი შემოტანა გავრცელება ბანდფორმირება 223-იც მომიყენეს მუხლი ეგ არის ქურდული ტრადიციები საერთოდ რაშუაში იყო ჩემთან და მე ვითომ მე ქურდებთან
მქონდა რუსეთში კავშირი და ამითი ვითომ ქუჩაში რაღაცას უგვარებდი, აი რაღაცა ეგეთი რაღაცა შეთითქმული რაღაცა. ბატონოლერი, აი ეს ყველაფერი რომ თქვენ გბრალდებოდათ, ეს რა მომენტში გაიგეთ, როდესაც უკვე შეგიყვანეს შენობაში თუ შენობაში მანქანაში? კი, ეს ხდება უკვე კუთხეში. ეს ყველაფერი ხდება კუთხეში. დავუბრუნდებით ჩვენ ამ მომენტს. მანამდე მინდა ჩაგეკითხოთ, თქვენ ბრძანეთ რომ როდესაც გესროლეს, თქვენ ფანჯარაზე იყავით ასული და გადავარდით და შემდეგ აღმოჩნდიო სახურავზე, ორის სახურავზე აღმოჩნდით, თქვენით რა იყო? კორპუსი ან მერვე სართულზე ცხოვრობდი. ამ ინერციამ, ტყვის ინერციამ გადამაგდოთ და რაღაცას მოვკიდე ხელი და ამათ ეგონათ რომ მე გადავარდი. დიახ. იმიტომ რომ მე უცბად სალიფტი წივილკივილი რო გავიგე ანუ სავარძლის გადასაფარებელი გადააფარეს მანდილოსანს და ანუ რაღაცა ისეცემეს ეს გოგო მე არ მინდა ამ გოგოზე ახლა ძალიან ბევრი ვილაპარაკო იმიტომ რომ არ ვთვლი რა მიზანშეწონილად რაღაცა აი სასამართლოზე რომ მოიყვანეს მე ქალინაცემი საერთოდ რატო უნდა მენახა ოდესმე მაგრამ ვერიცანით. ეგეთი ნაცემი ადამიანი მანდილოსანი ცხოვრებაში ნახა. ესე იგი, ის ქალბატონი, რომელიც ბინაში იმყოფებოდა და შემოგიცვივდნენ ღამის 6-4 საათზე, ეს რომელი თვეა 2011 წლის? ივნისის თვეში. თქვენ გადაიხედეთ საძინებლის ფანჯრიდან, ამ დროს უკვე შემოამტვრიეს კარი. ესენი იყვნენ პოლიციელები თუ პოლიციელები იყვნენ პოლიცია ვართ, ნუ ესე ესე გითხრეს ყოველ შემთხვევაში მე პოლიციელი არ მინახია, იყო ანუ ნიღბიანი, ასე ვთქვათ, სპეციალური ძალებით შემოამტვრიეს კარი, გესროლეს, 2 ტყვია გავარდა და თქვენ გადავარდით ფანჯრიდან. ინერცია გადავარდით, გაგისროლათ, ინერციით გადავარდით. და სად აღმოჩნდით, როგორ გადარჩით ეს რო აგიხსნათ? ანუ საძინებლიდან ალბათ იქნება სადღაც 2 მეტრი. იმიტომ რომ მეც დაუბრუნდები მაგას გამომრჩა და რა ხდება, იცით, საძინებლიდან ესე ხელი რო აწევ, მე მაინტერესებდა როგორ ავედი, იმიტომ რომ მართლა არ მახსოვდა, რანაირად შეიძლება ახლა როცა აივანი არა გაქვს, საძინებლიდან სახურავზე აღმოჩნდე. აი სადღაც ამ ხელა ესეთი კანტებივით რო აქვს კორპუსებს გაკეთებული, კარნიზი, კი, აი იმაზე მაქვს ხელი მოკიდებული სავარაუდოდ და ანუ ავფობხდი, იმიტომ რომ ახლა მართლა მერვე სართული, ბოლო სართული. ბოლო სართულზე და ახლა უკვე ლოგიკაში მოყვებით, კი ბატონო. აღმოჩნდით სახურავზე და უკვე ლიფტის მეშვეობით ჩახვედით თქვენ თვითონ. მე თვითონ ჩავედი. თქვენივე მერვე სართულზე. მიბრუნდით უკან და იქ ნახეთ რომ ის ქალბატონი გადააფარეს გადასაფარებელი და ისეცემეს რითი. რითი ცემეს? ფეხით, იარაღის ყოდახით, ან თუ რამე შეიძლებოდა, რა ვიცი. გალახეს. ძალიან საშინლად გალახეს. კი ბატონო. რა თქმა უნდა, მეც იქვე და იქვე გაგისწორდნენ თქვენს ფიზიკურად. ამის შემდეგ დაგაკავეს ზალას რო ვეძახით, სისხლით იყო, სავსე ჩემი სისხლით. მეტი არავინ არ იყო ბინაში, თქვენს მეტი. ამის მერე თქვენ დაგაკავეს და ჩაქსვეს მანქანაში, სადაც საჭესთან იჯდა დევი ჭანკოტაძე. არა, საჭესთან არა, გვერდით იჯდა. გვერდით იჯდა, ძღოლი იჯდა და მის გვერდით იჯდა დევი ჭანკოტაძე. თქვენ უკანა სავარძელზე მოთავსდით. იქ იჯდა კიდე ვინმე სხვა. გვერდიდან მომიჯდნენ სპეცრაზმელები. კი ბატონო. და ბატონმა დევი ჭანკოტაძემ გითხრათ რომ სასაკლაოზე მიდიხარ და ეხლა რასაც გეტყვიან ყველაფერს თავი დაუქნიე. ასე წახვედით სად? რომელ უბანში თბილისის? პლეხანოვით გავიარეთ და აი კიდევ ვიმეორებ ზოოპარკის უკან გზას აკეთებდნენ, არ იყო დასრულებული ეს გზა. იმიტომ რომ იქ მოვიდა დათა ახალაია იქ იდგა უკვე გველოდებოდა ყველა იქ მოგვაგროვეს ანაგან მარტო მე მიმიყვანეს იქ ყველა ვინც დაგვაკავეს იმიტომ რომ მე არ ვიცოდი ხა ვინ დააკავეს ვინ არ დააკავეს ანუ იქ გავიგე პარალელური ოპერაციები მიმდინარეობდა როგორც ჩანს იქ მოგაგროვეს და იქ თქვენ დაგიპირისპირდათ კონსტიტუციური უსაფრთხოების გადმოცა პირადად ახალაიამ ბერიტაშვილი რომელ მანქანაში ზის და ამან გაცა 2-ია ბერიტაშვილი ესეთი პასუხი გაცა
ლერი ბერიტაშვილი და მე მოვიდა ჩემთან და დათა ახალაია ამ დროს არის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. კი ბატონო. მან მოგაყენათ ფიზიკური ზიანი კასტეტით, როგორც თქვენ ბრძანეთ. თუ ფიზიკური ზიანი ქვია, ფიზიკური ზიანი მაგას არ ქვია, დამასახიჩრა. დაგასახიჩრათ და მე უკვე წახვედით სად ფიზიკურად, ტერიტორიულად. კუთში მიხვედით საბურთალოზე. კი ბატონო. სადაც ვარჯიშობდნენ, ასე ვთქვათ, გადმოიყვანე მანქანიდან კადრი არ ვარგა. სოსო თოფურიძე იყო რეჟისორი. და მისი მოადგილე სოსო თოფურიძე მოგვევლინა რეჟისორის რანგში. კი ბატონო. ამის მერე უკვე ხართ დაკითხვაზე, სადაც გაიძულებენ, რომ დათანხმდი ოღონდ საჯაროდ კამერის წინ, რომ შენ ჩაიდინე რა, შემოიტანე იარაღი, ხარ ქურდული სამყაროს წევრი და აპირებდი სახელმწიფო გადატრიალებას. და ამაზე თქვენ უარს აცხადებთ. უარს ვაცხადებ. კი ბატონო, ეხლა ყველაფერი თანმიმდევრულად გასაგებია. გთხოვთ გააგრძელოთ ბატონის ოზარის დასვამს კითხვას. დაზუსტებას. დიახ. დევი ჭამკოტაძე, ჩვენ ვიცით, იყო არის გენერალი დღესაც, იყო ჩვენი კოლეგა წინამოწვევის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობიდან და იმ პერიოდში გადავამოწმეხლა იყო შეიარაღებული ჯარების სარდალი თუ როგორ ქვია, გენშტაბის ხელმძღვანელი, ხო? რა შუაში უნდა ყოფილიყო? თქვენ სახეზე ცნობთ ამ ადამიანს, იცნობთ რომ ნახოთ? კი, ახლა სურათი რო ნახე. იმის მერე არა, იმის მერე არანაირი შეხედვა არ სურათი ტელევიზორში ნანახი გექნება დევი ჭამკოტაძე. ტელევიზორში კი ისედაც ნანახი მყავს რაზეა ლაბორატორია. პირადად ანუ ეს ნამდვილად და უკან მივიჯექი და სახეში უყურებდით ერთმანეთს. ნამდვილად ის დევი ჭამკოტაძეა, ხო? გენერალი. თუ ასე გაგეცნოთ. კი, მაგი გადავამოწმე, ეხლაც ხშირად რაღაცა ეს დაუშვათ ამ ვინმე დავით გოგატიშვილის ბესოსაც ვანახე ჩემს ბიზაშვილს და კი ეგ არის დამეთანხმა, იმიტომ რომ მარტო მე ხوار ვნახე ის ბევრმა ადამიანმა, მაგრამ რომ მიგვიყვანეს და ამიყვანეს ყუდის შენობაში, მე ეგ იქ აღარ მინახავს. არა, თავისთავად ძალიან უცნაური ამბავია. რაც შეეხება დათა ახალაიაზე თქვენს კითხვას, ახალაია გათავისუფლდა მაგ თანამდებობიდან ჩემი რეკომენდაციის საფუძველზე გეგმის შემდეგ, თუმცა de jure გათავისუფლებული იყო de facto ისევე რჩებოდა ხელმძღვანელად და აი 2011 წელს ეს იყო და ხوار დააბრუნეს ეს აღარ ვიცი მე პირადად ალბათ გადასამოწმებებია. კი ბატონო, შემდეგ ბატონო ლერი. ნუ ჩემგან ამ უარს რო იღებდნენ ქალბატონოთია შემოდის ვინმე კვარაცხელია, სახელი მართლა არ მახსოვს და გვარი დამამახსოვდა, კვარაცხელია, ტანით რაღაც ერთი ჩემზე დაბალი, ესე ცოტა კუნთმაგარი. და შემოდის ამასთან ერთად მეორე პიროვნება და ამისი შვილი, ანუ ჩემს გოგოზია, მაშინ ჩემი შვილი 14 წლის იყო. ეხლა მივიდა სახლში, ეხლა შევიდა არკაში და რა ვქნათ. ნუ უტრიალდება ახალაია, ეს ხდება ახალაის კაბინეტში. უტრიალდება ახალაია და ეუნება ესეთ რაღაცას, რომ მოიყვანეთ და ეს კვარაცხელია მაპატიეთ ყველამ აბსოლუტურად ჩემი ემოციებისთვის ეუნება ესეთ რაღაცას, რომ პირველი მე ვიქნები. ნუ რაზე მაქვს აქ ლაპარაკი უკვე ყველა მიხვდებით. ანუ ერთმანეთში სიცილი კისკისით უგასროთ. აი ამ ხალხს უნდა დაბრუნება ხელისუფლებაში და მე უკვირთ რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი და ვართ იქ სადაც ვართ. ეთეში კალბატონოთია. დიახ, გააგრძელეთ. არა მე ვიქნები პირველი, არა მე ვიქნები პირველი. ნუ რა ვქნა, უნდა გავიმეორო ის სიტყვები, ჩემს შვილს ბოდიშს ვუხდი, იმიტომ რომ მე საჯაროდ ამ თემაზე სულ რამოდენიმე ადამიანმა იცის ეს საუბარი და რო ის იყო პატარა ბავშვი და უფრო მეც სიამოვნებას მიიღებდნენ, ვიდრე ზრდა სრულ მანდილოსანთან. ხა ამ დროს მე ვარ მიბმული ახალ ეს კაბინეტში. ცალი ხელით
თორე შეიძლება მაგ დროს იმოქმედო ადამიანმა გადაიკეტება twin-ში რაღაც და რაღაცას იზავრო. და მე ვთხოვე, რომ ჩემი ბიძაშვილი ბესო ამოიყვანეთ და მე ვთხოვ იმას, რომ მე ვქენი, მე შემოვიტანე ეს იარაღი და ეგენი ცოცხლები გაუშვით აქედან. მე რომ მივხვდი, უკვე იქ რა ხდებოდა, მაპატიეთ ერთი ის გამორჩა, ჩვენ რომ მიგვიყვანეს უკაცრავად ნაგითი უნდა დამეწყო, მაგრამ ემოციები. გიორგი ჩიხლაძე, რომელიც გარდაიცვალა ჩემი მეგობარი, ოქროაშვილის მძღოლი თან ნათლი მირონობა ჰქონდათ ერთმანეთში, ან მაყურებინეს მე იმის წამება. ნუ იქ გავარდახმა, რომ გიორგი ჩიხლაძე გარდაიცვალა, ისეც ემეს ანალოგიურ დღეში ჩამაგდეს მე, უბრალოდ მე საავადმყოფო არ დამჭირდა, რატო არ დამჭირდა, მაშინ არ ვიცი, მაგრამ იმასაც მოვყვები მე რა გავიარე. და ამ გიორგი ჩიხლაძეს თხოვდნით კი არა, რომ თქვი რომ შენ და ლერიმ შემოიტანეთ იარაღი და ანუ შენ შემოიტანე იარაღი, შენ მიეცი ლერის და ლერიმ უკვე ეს დანარჩენ მე მარტო ჩემი ბიძაშვილი ვიცი და ახლა ჯანჯალაშვილთან მეგობრობ, მე დავმეგობდი, თორე დანარჩენი სახელი და გვარები მან საერთოდ აზრზე არა ვარ. ეხლა გამოვითხოვე, მე განაჩენიც არ მომიტანეს ციხეში. განაჩენი ეხლა გამოვითხოვე 2-3 დღის წინ სასამართლო და რომ წამეკითხა იქ ანუ რა იარაღი დამიდეს რა საერთოდ რა ხდებოდა. ბატონ სოზართან დევს მე მგონი დივანს ხოვე რომ თქვენთან დაედოთ. მან წერია რა იარაღი დამილაგეს და რა ვიცი ყველაფერი. ნუ ეს გავაკეთე რომ ჩემს ბიძაშვილს ვთხოვე. ნუ ბესო ბერიტაშვილი მეუნება ესეთ რაღაცას რომ ლერი ჩვენ მაინც აქედან ცოცხლები ვერ გავალთ. დავთხარ თქვენ გახვალთ რა და ეხლა მე გავალ თუ არ გავალ, ნუ ეს საუბარი გქონდა ერთმანეთში და ამასობაში ჩაგვიყვანეს დაბლა უკვე დაკავების იზოლატორში, ქვემოთ კამერებს რო ვეძახით. მეოთხე დღეს უკვე გადაგვიყვანეს გლდანში და იქ უკვე კინო დაიწყო. ნუ იქ რა დაგუმართეს არ ვიცი. იმას ციხე არ ერქვა, ვერც ვერასდროს ვერ დავარქმევ გლდანის იმ შენობას ციხეს, ვერც სასაკლაოს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ სასაკლაო ვიცი მე საქონელი სადაც შეყავდა კლავენ, ქალბატონოთია, იქ რა ხდებოდა და იქ რა გავიარეთ, ფიზიკურად ვერ მოვყვევი, ბატონო სოზარ, ბატონებო, ფიზიკურად ამის მოყოლა არის შეუძლებელი. იქ რა ხდებოდა? თუ ღამე ფაცაცია გამოვიდოდა და უბრალოდ სიგარეტს მოუკიდებდა და გადააგდებდა, დარწმუნებულები ვიყავით, პირველ კორპუსზე ვიყავი მე აყვანილი, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მიცვალებულს გაიტანდნენ. ფაცაცია დააზუსტეთ ვინ არის? ოლეგ ფაცაცია იყო რეჟიმის უფროსი. ნუ ამასობაში გავიდა რაღაცა პერიოდი, ესე ეტაპობრივად გაყვანა, ცემები, ის და მე არ გამაჩერეს კარანტინში. მე რო კარანტინში შემაგდეს სადღაც 2 საათში უცბად ბერიტაშვილი, მე თქვი ისევ ან მე ჩემს ბიძაშვილზე მაქვს აქცენტი გაკეთებული, რომ საერთოდ ან მე რა შუაში ვიყავი, მაგრამ საერთოდ ხო ის არაფერ შუაში არ იყო, რომ მე თქვი რამე ხო არ დამართეს რა. და კარებს აღებენ და მცემენ იმის გულისთვის, რომ მე რა მინდოდა კარანტინში, ხა მე გავაღე და მე შევედი თუ გასაღები მე მქონდა. ნუ აერიათ რაღაცა და ანუ მე რატო არ უნდა მოვხვედრილიყავი კარანტინში, მე გავიგე, იმიტომ რომ ერთი ადამიანის კამერებს ეძახიან აძინოჩკას იმაში შემაგდეს, რომ ეს აქ არ უნდა მოკვდეს. ეს იყო ჩემზე ლაბარაკი. დენის წამება მინდოდა მომეყოლა კოჩ, მაგრამ არ მოვყვევი, იმიტომ რომ უბრალოდ იმდენი დაზიანება მივიღე მე, რომ
თუ ეს ურთულესი არ არის თქვენთვის დარწმუნებული არ არის. თქვენ მოიკრიბეთ ძალები კი არ გაკლიათ, მაგრამ მაინც და მე ახსნი ნერვიულობა, იმიტომ რომ მე როცა შვილებზე ვლაპარაკობ, მაგ დროს შეიძლება ემოცია წავა. ნახეთ როგორ არის თქვენ მოემზადეთ რომ ეს მოყვეთ და მე ახსნი რატო გთხოვათ ბატონმა თენგიზმაც რომ ეს მოყვეთ, რატომ? ჩვენ გვისმენენ ახალგაზრდები ბატონოლერი. ზოგიერთი მათგანი ხელს უწყობს და ეხმარება, წარუმატებლად, მაგრამ ეხმარება. აი ძალებს, ვიზეც დღეს თქვენ საუბრობთ, რომ იქნებ როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ ამ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ თქვენ კი ბატონო გქონდეთ სურვილი, რომ შექმნათ პოლიტიკური მოძრაობა, იშრომოთ და გვაჯობოთ, იმიტომ რომ ხელისუფლებაში ჩვენ მუდმივად არ და ვერ ვიქნებით. თუნდაც ასაკიდან გამომდინარე და პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესებიდან გამომდინარე კანონია ასეთი. ვიღაცამ უნდა ჩაგვანაცვლოს, მაგრამ ეს გააკეთეთ თქვენით და დამოუკიდებლად და ნუ შეუწყობთ იმ ძალებს ხელს, რომ ცადონან გადატრიალება ნამდვილი, გარედან დაფინანსებული ხშირ შემთხვევაში თუ რბილად ვამბობ, ყველა შემთხვევაში და მათთვის ვიმეორებთ, თორემ ბატონმა სოზარმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ოლეგ ფაცაცია. უბრალოდ ხას უსვამთ რაღაცეებს, რომ ის ვინ შეიძლება მაშინ დაიბადა 2004-2005 წელს ცოტა მოგვიანებით, დღეს სრულიად ახალგაზრდა მოზარდია ჯერ კიდევ და გონია რომ კარგ საქმეს ემსახურება. მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ თქვენნაირები, ჩვენ ბევრი ვართ. ჩვენ ბევრი ვართ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ იმას, რომ ეს ძალები უკან მობრუნდნენ. უფრო მეტიც, ჩვენ დავდებთ დასკვნას, ასეთია ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ნება და მისწრაფება დასკვნას, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ამ პარტიების და ყოფილი თანამდებობის პირების მობრუნების აკრძალვას პოლიტიკაში. აკრძალვას თუ ჩვენმა დასკვნამ საფუძველი არ ჩაუყარა, როგორ ჩანს ისინი თავად ვერ იღებენ, არ იღებენ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არასვენებენ გარედან პატრონები, რომ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესს. თუ ეს არ გაკეთდა და ამაში შეგაქვთ დღეს თქვენ წვლილი აი ძალიან მძიმე რაღაცების მოყოლით, თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ ის თქვენი შვილები, ვისთვისაც თქვენ ამდენი წამება გადაიტანეთ მათი უსაფრთხოებისთვის, შეიძლება ხელმეორედ აღმოჩნდნენ იგივე ვითარებაში უკვე თქვენს ასაკში. აი ეს მცირე პაუზა ავიღე მე რომ ეს მეთქვა, თქვენ ამასობაში ალბათ უკვე მზად იქნებით, რომ აი ეს წამების, იმიტომ რომ არიციან რა ელექტროშოკი ეუბნები და ახალგაზრდებმა დღეს არიციან რაზე ელაპარაკები, არა და ეს იმ დროს იყო წამების ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი, თუ შეიძლება. კი, ნუ ამ კვარაცხელი ამ დენით იმდენი მაწამა, რომ გამიხეთქა გული. ანუ გულის უკანა კედელი გამისკდა. ანუ უკაცრავად პროცესი როგორ იყო, აი როგორც წნევის აპარატია, ეგეთი კლავზე, ან შეიძლება ფეხზე გაგიკეთონ, არა აქვს მნიშვნელობა. თუ ჩაგილურჯდება მკლავი, მერე ფეხზე რომ ეს მაინც ერიდებოდნენ ჩალურჯებებს, ვითომ ერიდებოდნენ, მაგრამ ახლა მე ადგილი არ მქონდა, სადაც სიშავი არ მქონდა. ესეთი რაღაცა და ანუ 2 წელი შნური აქვს და იქ დგას აპარატი, აწევენ, ჩაწევენ და ანუ ეს დენი გირთყავს. და რამდენი ხანი გრძელდებოდა? ბატონო სოზარ, ახლა მე ზუსტ დროს ვერ გეტყვით, შეიძლება იყო 20 წამი, 15 წამი, ან 10 წამი, იმიტომ რომ ფიზიკურად ერთი ჩართვა, იმიტომ მაგრამ თვითონ პროცესი აი თქვა ჩართო გამორთო რამდენი ხანი? აი 4-ჯერ 5-ჯერ გაუკეთებია მაგალითად ესე ჩართვა გამორთო. ანუ რო გატყობს რო უკვე ითიშები, ანუ თიშავს. ეს იყო ჩემი დენით წამება. აი მინდა რომ ამ 15 წუთში ჩავეტიო რა და ბძანეთ. ნუ გადამიყვანეს გლდანში, ის თქვი წევა რომ ეს აქ არ უნდა მოკდეს. ხამე 3 საათი იქნებოდა, ალბათ შეიძლება 2 იყო. მოდიან ისევ ყუდიდან, იქიდან
ლაპარაკიდან გამომაქვს ეს აზრი, რომ ყუდიდან არიან. ბერიტაშვილი სად არის? ანუ ერთიან კამერაში. გამოვყავარ, ჩემთან ერთად იყო იმ კამერაში, ერთიანი იყო, მაგრამ ანუ ბესოთ შემომიყვანეს. კიდე ერთი ბიჭი იყო, ამ საქმეზე დაჯერილი, მაგრამ არ ვიცი და ერთი იყო კიდე ბატონო სოზარ, გამახსოვრებათ, აი მე რა ქვია, დასვაში იყო. არ მახსოვს იმის სახელდა. სასწრაფოდ აიყვანეთ ხამის 3 საათზე ელყანიშვილი. გამახსენე. ამიყვანეს ხამის 3 საათზე კამერაში, კამერას აღებენ, რასაც ქვია შემაგდეს კამერაში. და იქ პატიმრებს თხოვეს, რომ მოიხედათ ჩემთვის. მართლა ესე ადგნენ ის ბიჭები, იქ შუქის ანთება ღამე, ეს ფუფუნება და ეგეთი რამე ტელევიზორი და ეგეთი რამე არ არსებობდა. ნება მიცეს 10 წუთი, რომ 10 წუთი შუქი უნდა ენთოთ, იმიტომ რომ დამხმარებოდნენ ეს ბიჭები და მართლა თავისი ხელით დამბანეს ამ ბიჭებმა, მომაწესრიგეს, ну წამომაწვენეს ახლა დაგაძინებს, მაგრამ მე მართლა არ ვიცი დამეძინა თუ გავითიშე, აი ამ ყველაფრის მე რაც მოვყევი ეგ არ მახსოვს, ალბათ შეიძლება ნერვმაც დაგაძინოს ადამიანი. დილად ენდება, არაფერი არ ხდება საერთოდ, არავის არ გაუყვანივარ მეორე დღეს და მესამე დღეს მეუბნებია, რომ ადმინისტრაციაში მამაოა მოსული. უნდა გადაგიყვანოთ. გადამიყვანეს. ვიღაცა ჭაღარათმიანი არც სახელი მახსოვს, არც გვარი, მაგრამ ყუთში ნანახი მყავს, იმიტომ რომ იქ რო წერდნენ იქიჯ და ერთ-ერთ კომპიუტერთან ეს ჭაღარათმიანი კაცი და მეუბნება, რომ შენი ჩვენება შეიცვალა. რომელი ჩვენება რაც არ მომიცია. რანაირი ჩვენება შეიცვალა, ჩვენება უნდა მოგცე რომ შემიცვალო, ხო? მე ჩვენება არაფერი ჩვენება არ მაქვს მიცი. ანუ მამაო არ დაგხვდათ, იქ დაგხვდათ, მამაო მოვიდაო, მოგატყუეს და დაგხვდათ ყუდის თანამშრომელი, კი ბატონო. თანამშრომელი, მეცნობა გამომძიებელია, რომ შენი ჩვენება შეიცვალა. მე სიცილით მეუბნები, რა ჩვენება შეიცვალა, რაც არ მომიცია, ხო? რაღაც რომელი ჩვენება შეიცვალა, ვეკითხები. ან რა იყო ჩემი ჩვენება, ან რა წერია მაგ ჩვენებაში. ეგ შენი საქმე არ არის, უბრალოდ საქმის კურსში გაყენებ. პასუხი მივიღე ესეთი. და საქმის კურსში რო არ ჩამაყენო, ჩამაყენე თუ არ ჩამაყენე, მაგ შემთხვევაში რა აზრი აქვს, ხო? უბრალოდ პატიმარი ვარ, ჩაკეტილში ყავარ, თუ რასაც გინდა იმას აკეთებ, ჩემს რა მნიშვნელობა აქვს საქმის კურსში მაყენებ თუ არა. ну ახლა ეს რაში ჭირდებოდათ რო გამოვედი მე გავიგე იცით ბატონო სოზარ ну პარტიის შენობას დაარტყეს ამ ჩვენებით როგორც მე გავიგე მე სადღაც ორ კვირაში ჩემი შვილი გახდა 18 წლის ბიჭი უფროსი ბიჭი და ერთი გადაყვანა გადამიყვანეს ისევ ადმინისტრაციაში ისევ მამაოა მოსული გამხდა რაღაც ახალგაზრდა ბიჭი კოჭა ლამაზაშვილი კარგად მახსოვს გვარი და ესეთ რამეს მეუნება რომ შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ და რატო ვეკითხები იმიტომ რომ შენ ხელს არაფერზე არ გვიწერ ჩვეულებრივ 2-3 დღის წინ იყო მოსული ვიღაცა თუ 2 კვირის წინ იყო თუ რაღაცა იყო მოსული მითხრეს რომ შენი ჩვენება შეიცვალა მე რომც არ დავეთანხმო მეუბნებით რომ ესე იქნება ანუ ჩემგან რა გინდათ აი რა გინდათ და აი ამ სიტყვებით ვეუბნები რა გინდათ რომ მე ვიცოდე იქნება გეუბნებით რომ კი მე ეს ვიცი და ამაზე გეთანხმებით
ბოლო-ბოლო მითხარით რა გინდათ ჩემგან. აი ამითი შეწყდა ჩვენი ლაპარაკი, არაფერი ლაპარაკი არ მოყოლია, გადავდივარ ადმინისტრაციაში და სადღაც მეორე დღეს ვიგებ, რომ ჩემი შვილი მომიყვანეს ციხეში. ბიჭი. ეზოში როგორ აწამებდნენ ჩემ შვილს, მე თვითონ ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ. აი გასეირნებას რო ვეძახით, პრაგულკას რო ვეძახით, პრაგულკაზე გაიყვანეს მთელი კამერა და იყო ხოლმე რომ ანუ არ ვიყენებდით ამას, იმიტომ რომ დილით სმენა რო იცვლებოდა თვითონ თანამშრომლების. ანუ თუ გახვიდოდი გასეირნებაზე, წყინდათ, იმიტომ რომ სმენას თავის დროზე ვერ აბარებდნენ და მერე გვირტყავდნენ, გვიჩეჩავდნენ ამ ყველაფერს და ანუ მთელი დღე იმ დალაგებას და რაღაცებს უნდებოდი. კარგავდიოდი და რატომღაც მე მითხრეს, რომ ანუ შენ უნდა დარჩე კამერაში. მერე მივხვდი რატომ უნდა დავრჩენილიყავი. რომ ჩემი შვილის წამებისთვის მაყურებინა ეზოში. მაგრამ მიმახვედრეს იმითი, რომ ჩემი შვილი არის დედის გვარზე. საქარიშვილი ჩემი შვილი. ვახტანგ ბერიტაშვილი ხელები უკან და უცბად მე მეგონა რომ მამა ჩემი ანუ მამის სახელი ქვია ჩემს შვილს რა მეთქი მამას დამიჭირეს ალბათ და ანუ მივარდი პანჯარას რა და ანუ რა ვინახე უკვე ჩემი შვილი ძალიან საშინელება ჩავიდინე რითიც პანჯარას აღებ ესეთი გვალი რკინა აქვს ნუ ის მოვტეხე მართლა მოვტეხე დაუშინე ყველაფერს იმიტომ რომ ხა შვილს რო დაინახავ იქ ადამიანს გააკეთებ კაცმა არ იცის და მერე კიდე მოვიდა ეს კოჭლამაზაშვილი რომ მეუნება რომ შენ გლდანის ციხეში აღარ გაჩერდები ამასობაში უკვე პერიოდია ქალბატონთია გასული კიდე ვიმეორე მინდა რომ ჩავეტიო რა იმაში გასულია ალბათ 2 თვე ბატონოლერი ეს კოჭლამაზაშვილი რა თანამდებობის პირი იყო ხო პროკურორი და თქვენი ბოდიში რო გაბრუნებთ უმძიმეს მომენტთან თქვენი შვილის ამბავი რით დასრულდა ციხეში ჩასვეს კი იარაღი ჩაუდეს ანუ იმას რა ქვია გაზის იარაღი რომ დაენზიმებინათ მუხლი ეს იარაღი გახვრიტეს თვითონ გადაუკეთეს რომ ანუ მუხლები დამზიმებული გასაგებია შემდეგ და კოჭლამაზაშვილი მეუნება რომ შენ ორ დღეში აღარ იქნები აქ ვერ მივხვდი ახლა სად უნდა წავსულიყავი იმიტომ რომ სასამართლო ორთვიანი მე უარი მე ადვოკატი არ მყოლია ადვოკატზე მე უნდა მეთქვა უარი რომ მე ცოცხალი დავრჩენილიყავი ბატონო სოზარ ადვოკატი არ მყოლია მაგაზე კატეგორიულად ვიყავი გაფრთხილებული რომ ტყვია მოგხდება შუბში შენ ადვოკატზე იტყვი სასამართლოზე ადგები და იტყვი რომ შენ პირად მიზნებს შენ თვითონ დაიცავ ეს პირნათლად შევასრულე იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილი იყო და ადვოკატი არ იყოლიო თორემ ტყვია მოგხდება შუბში ეს ვინ გითხრათ ახალაიან პირადად დათა ახალაიან კუდის შენობაში როცა იყავით მაშინ კი ბატონო მე მახსოვს ვიღაც ახალგაზრდა გოგო მოვიდა და უარი თქვიო სხვადასხვა მითხრა რომ თქვენების გამოგზავნის ჩვენები ვინ იყო არ ვიცი თქვენების გამოგზავნილი ვარო და იქიდანვე უკვე გაფრთხილებული ვიყავი რომ ადვოკატზე უარი უნდა მეთქვა მე რო ესეთი ამბავი ავტეხე ციხეში მე მომაშორეს და გადამიყვანეს ორთაჯალაში ერბე ანუ ძველი ციხის საავადმყოფო იყო მაგრამ ციხის საავადმყოფო აღარ იყო უკვე ჩვეულებრივად პატიმრები იხდიდნენ საჯელს ორთაჯალაში გადამიყვანეს მან მაგრამ ახლა ჩემი სატკივარი და დარდი დარჩა გლდანში იმიტომ რომ მე შვილი დავტოვე იქ რანა უკვე უძლური ხარ მაგ დროს ადამიანი ხან წერილობით მიმართვა ხანის მიმართვა იქნებ ჩემი შვილი ჩემთან ამასობაში კი გავიდა 6 თვე და უცბად მეუნებია რომ შენ გარეთ გადიხარ
გარეთ დავიბენით ახლა იქ უკვე საშუალება გქონდა ბატონოსოზე რომ იქ იყო ხამე კი დაკეტილში ხარ მაგრამ დღე ეზოში ხარ ზონას რო ვეძახით დიახ ეს ეკლესია ტაძარი სადაც არის ხომ იმ კი ბატონო ხო და ბესოს ვეუბნები ჩემი იქ უკვე ნახულობთ ახლა ვინც დაგვიჭირეს იქ გავიცანით ეს ბიჭე მან დრო სახელი და გვარები წერია ზოგს ეშინო და მაგალითად რომ ნუ მელაპარაკები იმიტომ რომ ჩვენ მოკლავდნენ პატარა ბავშვები იყვნენ რა და ახლა ჩვენი სიკვდილით უნდათ ისედაც მოკლავდნენ და ასედაც მოკლავდნენ ლაპარაკის გულისთვის არ მგონია რომ ვიხარ დავხოცან და ბესოს ვეუბნები რომ ესეთი რაღაცა გავიგე რომ ჩვენ გავდივართ იმიტომ რომ მე ეს რაც მოვიტანე მე არ მოუციათ ჩემთვის ან რამდენი მომისაჯეს რამდენი პირობითი მქონდა რამდენი აი გავიგე ახლა 2-3 დღის წინ აი მაგ იმითი რა განჩინებით თუ განაჩენით ეგ არ მიმიღია მე საერთოდ არც გლდანში არც ორთაჭალაში არც ახში ნუ გათენდა ის დილა რომ გვეუბნებია რომ გადით და რამოდენიმეს დაემართა იმ შიში რომ აი მე ჩვენ ახლა ისეთი არ მოხდეს რომ აქედა რომ გავალთ იმიტომ რომ ხო იყო მანამდე რომ ვითომ გაუშვეს და მე ჩაცხრილეს რამდენი სამხედროზე მოხდა ესეთი რაღაცა რომ ვითომ გარბოდა ვითომ ის და ესეთი რამე არ მოგვიწყონ რა და ნუ ვეუბნები ბიჭო წამოდე ხა გავიდეთ და თუ გვესვრიან აქაც გვესვრიან იქაც გვესვრიან და აი ესე გამოვედით ნაწილი მე უკვე თქვენი ჩვენი მე ესე დამამათ ვიტყვი ჩვენი ხელისუფლების დროს ნაწილი მე გამოვიდა უკვე ნუ მე გამოვედი ძალიან სერიოზული დაავადებით, გულის არც ერთი სარქველი აღარ მქონდა. ღმერთმა კარგად მიმყოფოს, არის ესეთი ექიმი, პროფესორი, ავთო კოჭლამაზაშვილი, სხვათა შორის მაგ პროკურორის მოსახელი და უაშკაცესი, აი ძალიან კარგი ადამიანი. მაგის გადარჩენილი ვარ, მაგრამ მაინც დამჭირდა ოპერაციის გაკეთება, შუაზე ვარ გადაჭრილი, ორივე სარქველი ერთი რაღაცა ჩამიყენეს, ერთი ხელოვნური მიყენია და დამტოვეს მეორე ჯგუფის ინვალიდად ქალბატონოთია. შვილს რა ბედი ეწია ესეც რომ? შვილი ერთი თვის მერე გამოუშვა, აი ესე რომ ვთქვათ უხეშად, ანუ ზალოგში ყავდათ დატოვებული, აი მე რას მოვიმოქმედები გარეთ. ორი შვილი ყავთ. ორი შვილი. კარგად ყავთ დღეს ორივე. ნუ ერთ ბიჭი ავადმყოფობს. მასზე იყო კიდევ გარდა იმისა, რასაც თქვენ უყურეთ, შემდეგ წამების ან არა ადამიანური მოპყრობის ფაქტები. ვინმე? შვილზე. მე ორთაჭალაში რო გადამიყვანეს, მე აღარ ვიცი. მე მომიყვა შვილმა, რა თქმა უნდა. ხო და რას ამბობს, რომ აწამებდნენ? რო ის იყო ლერის შვილი და არ იყო ის ასოს, ანუ არც ერთი არ უნდა ყოფილიყავით ცოცხალი და ცოტა გამიჭირდება ახლა იმის. გასაგებია. ამ დროს თქვენი ვაჟი იყო 18 წლის, ახალი. გახდა თუ არა 18 წლის. მაშინვე შემოიყვანეს გლდანის ციხეში. დაბადების დღიდან მე-3 თუ მე-4 დღეს ზუსტად გამოგონილი ბრალდებით თქვენს თვალწინ აწამეს 18 წლის ახალგაზრდა. კი ბატონო, სპორტსმენი უმაღლესი სწავლობდა და 7-8 თვე ამყოფეს გლდანში გაუსაძლის პირობებში, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ ყოლოდით მძევლად. კი ბატონო. იმიტომ რომ იყო იქიდან შემოთვლა, მართლა არ ვიცი ვინ დამირეკა, მაგას ვერ ვიტყვი, რომ გამოვედი, ზარები შემომდიოდა, რომ ხო იცი რომ შენი შვილი ყავთ, იქ ყავს და აბა შენიცი და ამ დროს მინდა გითხრათ რომ ადამიანი ხარ უძლური, როცა შვილებს ეხება. თქვენ 2012 წლის დასაწყისში გამოხვედით საპატიმროდან ასე ირკვევა. კი ბატონო. გასაგებია. ამ დროს უკვე ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის გამოსული ასპარეზზე და ის ამბობს რომ ის გაერთიანებს ოპოზიციურ პარტიებს რომელთაგან ერთ-ერთის წევრი მეც ვიყავი მაგრამ რამდენიმე პარტია იყო და ყველა ჩვენი მცდელობა იმისა რომ შეგვეცვალა მაშინდელი ხელისუფლება იყო აბსოლუტურად წარუმატებელი, იმიტომ რომ რადასამალია და ოპოზიციური პარტიები
პატარ-პატარა პარტიები ვერ ერთიანდებოდნენ, ასთა სხვადასხვაობა იყო ხანდახან გაუგებარ თემებზეც კი და შესაბამისად არ იყო საკმარისი ძალა, რომ აი ჯოჯოხეთურ ბოროტებას შეწინააღმდეგებოდი და მით უმეტეს წარმატებული რომ ყოფილიყავი. ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის შემოდგომაზე პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლის შემდეგ რადიკალურად იცვლება ვითარება. ის აერთიანებს ოპოზიციურ პარტიებს და რეალურად რომ არა ის გამარჯვება, რაც მისი მეთაურობით ოპოზიციამ მაშინ მოიპოვა, ალბათ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი აღარ იქნებოდა ცოცხალი და პირველ რიგში ისინი, ვინც საპატიმროში იხდიდა სასჯელს. წევრებს მინდა ვთხოვო, ბატონი თენგიზი, შეკითხვები თუ გაქვთ, ბატონი გურამი, ბატონი სოზარი, ბატონი ილია. მაინც რომ დავაზუსტოთ. დიახ, პირველ რიგში მადლობა რომ მობრძანდით და